მოგესალმებით ტელეკომპანია კავკასია პროგრამვარსკვლავები გვამსტობენ მე ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი დღეს ისო თქვენთან ერთად ვარ და ჩვენ ტრადიციულად საუბრობთ უკვე ჩვენს ასტროლოგიურ პროგნოზზე როგორ იქნება ეს კვირა 4-10 მაისის შუალედი ასტროლოგიური კუთხით რაც გვიქადიან პლანეტები როგორია ასე ვთქვათ მათი კეთილგანწყობა თითოეულ ჩვენთაგანისადმე აი ეს ტენდენციები იქნება ძირითადად მიმოხილვაში და მოდი დავიწყოთ იმით რომ სკოლისა საინტერესო მოვლენები გვაქვს იმ კუთხით რომ მაინც სიფრთხილეს ითხოვს ეს მაისის პერიოდი ხედავთ თქვენ ახლა ამინდიც არა თანაბარია ჯერ კიდევ და ახლა ცოტა ხანში რამდენიმე დღეში უკვე სერიოზული სიცხეები წამოა ანუ ეს რისკ მამინდა რომ ესეთი ცვალებადი ამინდა რაც ყველაზე ზეგავლენას ახდენს ადამიანის გულსიძარღვან სისტემაზე ნერვულ სისტემაზე მის განწყობაზე და ბევრ სხვა ფაქტორებზე და ამიტომ აქედან გამომდინარე უნდა ვიყოთ ცოტა ყურადღებით ცოტა ჯანმრთელობას მიაქციოთ ყურადღება დედამიწა ჯერ კიდევ უარყოფით ენერგოველშია ეს მოვლენა დაახლოებით 10 მაისამდე გასტონს ამიტომ ეს კვირაც ცოტა უნდა ვიყოთ ყურადღებით იმიტომ რადგან დედამიწა უარყოფით ენერგოველში აქ შეიძლება დაუშვათ წნევასთან დაკავშირებული პრობლემები წინა პლანზე იყოს წარმოწეული აქ შეიძლება იყოს დაუშვათ სხვა საკრის გაუგებრობები იდეების რეალიზაცია უფრო რთულად მიდიოდეს დაუშვათ ემოციური გაღიზიანება ცოტა მეტი იყოს მიხედვით იმისა რომ მზე კურო ზოდიაქოს ნიშანში აი ეს დედამიწის უარყოფითი ენერგოველი ამდეგვარ ტენდენციებს აკეთებს იმიტომ რავი გულისხმობ კურო ზოდიაქოში მზე როცა გადის ამ დროს კურო მოგხსენებათ ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და მშვიდი ნიშანია ამიტომ სტაბილური უნდა იყოს პერიოდი მაგრამ ეს იქნება უფრო მეტად 10 რიცხვიდან ეს სტაბილიზაცია და ამას ყველა ვიგრძნობთ როგორც ამინდის კუთხით ასევე ჯანმრთელობის საქმიანი წარმატების კუთხით და სტაბილიზაცია მოიმატებს მაგრამ იქამდე რადგან დედამიწა უარყოფით ენერგოველშია ის ცოტა გვირღვევს ამ კუროს ასე ვთქვათ სტაბილიზაციას და უფრო სტაბილურად ყოფნის შესაძლებლობას. ამიტომ ყველა ზოდიაქოს ნიშანს სჭირდება ყურადღება ამ კვირის ზოგიერთი წყალქვეშა დინების და აი ამ დედამიწის უარყოფით ენერგოველიდან გამომდინარე არასტაბილურობის მიმართ რომელიც მოსაოდნელია მათ შეექმნათ ამ კვირის განმავლობაში. ახლა სანამ ჩვენ დავიწყებთ უკვე კონკრეტულ მიმოხილვას ერთი რამ მინდა კიდევ აღვნიშნო მნიშვნელოვანი რომელიც ჩვენ აქ საყურადღებოა ესე იგი პირველ რიგში იმიტომ რომ აქ კითხვები გვაქვს იმასთან დაკავშირებით თუ ესე იგი არ ვიცი ეს ადამიანები პრინციპში მისმენენ მაგრამ ბოლომდე არ მისმენენ თუ რა შეა საქმე ჩვენი ტელემოყურებლები მაგრამ მეკითხებიან კიდევ ტელეფონის ნომერს რითიც შეიძლება ასე ვთქვათ დაგვიკავშირდნენ ჩვენ პირად ჰოროსკოპთან დაკავშირებით კი ბატონო მე სიამოვნებით გეტყვით ამაზე მაგრამ ისიც მინდა გითხრათ რომ ჩვენ ამაზე სულ საუბრობთ ყოველ გადაცემაში მე ვაცხადებ ეს ხო ტელეკომპანია კავკასიის პრივილეგია მხოლოდ აქ შემიძლია მე რეალურად ტელეფონის ნომერი გამოვაცხადო სხვა ტელეკომპანიებში ამის უფლება არ მაქვს თავისთავად ამიტომ კიდევ ერთხელ გიცხადებ თუ თქვენ გაქვთ სურვილი პირადი ჰოროსკოპი შეადგინოთ და პირადი ჰოროსკოპი რას მოგცემთ არ მარტო ინფორმაციას თქვენი ფსიქოტიპის შესახებ შესაძლებლობების შესახებ არამედ ეს გვაწვდის ბედიღმლის ტენდენციებს და თქვენს კოსმიურ მისიას რაც თავარია ხო ეხლა ზოგჯერ ადამიანები მოდიან ჩემთან და მეუბნებიან იცით რა რამე საშიში ისეთი არ მითხრათ თორემ ძიმედ გადავიტან ამას ნუ ეხლა პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ ჯერთი არაფერს საშიშს არასოდეს არ ვამბობ მაგრამ კოსმიური მისია ადამიანმა ხო უნდა ვიცოდეს რისთვის არ იგი მოსული პირველ რიგში ამაზე ვამახვილებ ყურადღებას და მე უკვე მეტი საუბარი რაზე რა უშლის ხელს მაგალითად ამ კოსმიურ მისიას მათ შორის თქვენი თუნდაც უარყოფითესობებიდან გამომდინარე ხო და მათ გამოსწორებაზე ვსაუბრობთ თუ თქვენ გაქვთ კიდევ გარე რაიმე ენერგოდაბინძურება თვალის აღების სახით თუნდაც ხო რაც ხელს უშლის თქვენი კოსმიური მისიის შესრულებას ამასაც ასაკილე შევეხები და იმასაც გეტყვით რომ ამისგან როგორ უნდა განთავისუფლდეთ შესაბამისად ამიტომ ადამიანი როცა ჩემგან მიდის ის რეალურად ინფორმირებულია გაფრთხილებულია შეერაღებულია ინფორმაციით და უკვე იცის რა უნდა გააკეთოს როგორ გაუმჯობესოს თავისი ცხოვრება რომ თავისი კოსმიური მისიაც სათანადოდ შეასრულოს და ამ თვალსაზრისით იყოს უფრო მეტად წარმატებული ცხოვრებაში ამიტომ საშიშს არასოდეს არ ვამბობ თან არავის არ ვაშინებ ეს პირდაპირ მინდა გითხრათ თუ არის რაღაც მომენტი როცა თავიდან ადამიანი დაძაბულია როცა უკვე მედიან ჩემთან ყველა არის მოდი ვითხრათ სახე გაბადრული დაწყნარებული დამშვიდებული ძალიან ბევრს ამდენჯერ უთქავს რომ აი თავის ტკივილით მოვიდნენ და ჩემგან მიდიან აბსოლუტურად არაფერი აღარ აწუხებდათ იმიტომ რომ პროცესში საუბრისა კიდევ მე გარკვეულწილად ზეგავლენას ვახდენ მათ ენერგეტიკაზე და
თუ რაღაც პრობლემა აქვს, იმ პრობლემასაც ეხსნება, იმასაც უხსნი. მოდი ასე ვთქვათ. ამიტომაც აქედან გამომდინარე, საშიში არაფერი არ არის, ისეცაც ვერაფერს ვერ გაიგებთ, რომ შეგეშინდეთ და ასე შემდგომ, ამიტომ შვიდად პირიქით მოდით ჩემთან, ჩემი ადგილი, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ, არის სამკურნალო ადგილი, დამამშვიდებელი და პირიქით იმედის მომცემი შეიძლება ესე დავარქვათ მას. ამიტომ ვისაც აქვს მზადყოფნა პირად ჰოროსკოპთან დაკავშირებისა, დაგვიკავშირდით შემდეგი ტელეფონის ნომრით 599 91 52 38. ვიმეორებ 599 91 52 38. შევადგინოთ თქვენი პირადი ჰოროსკოპი და დავსახოთ ბედევლის გაუმჯობესების პერსპექტივები. ეხლა რაც შეეხება დღევანდელ ჩვენს გადაცემას, დავაბრუნდეთ მას და პირველ რიგში მოდით აღნიშნოთ ეს წყალქვეშა დინებები, რომელიც ჩვენ აუჩვენთ დედამიწის უარყოფითთან როგორ ველთან დაკავშირებული, რომელიც 10 მაისამდე იჩენს თავს, რომელ ზოდიაქოს ნიშანზე როგორი მოქმედებს და რაზე გავლენას მოახდენს ცხადია ამ ზოდიაქოს ნიშნებზე. პირველ რიგში ეს აინტერესებს ყველას. აი დავიწყოთ პირველ ნიშნიდან ვერძებო. პირველ რიგში მოდით აღნიშნოთ, რომ თქვენ რაც ყველა საინტერესო პერიოდი გაქვთ, რატო? იმიტომ რომ აქ შეიძლება სხვა შორის თქვენი დამოკიდებულება ურთიერთობებისადმი უფრო სერიოზული გახდება, უფრო თავდაჭერას გამოავლენთ, უფრო პასუხისმგებლობა მაღალი გექნება და ამიტომ ამ კუთხით, ურთიერთობების კუთხით პერიოდის სულაც არ არის ცუდი, მაგრამ ენერგოტონუსი მცირდება. აი რა არის უმთავრესი, როცა ენერგოტონუსი მცირდება, იმუნიტეტი ასე ვთქვათ დაბლა ჩადის, ეს კი ნიშნავს, რომ ამის შედეგად ადვილად შეიძლება დაიღალოთ, ადვილად შეიძლება გაცივდეთ, ადვილად შეიძლება ემოციური გაღიზიანება გამოხატოთ, ფსიქოემოციური არასტაბილურობის ნიადაგზე. უფრო მეტად ფაციფ უწობთ, უფრო მეტად თქვენში მატლობს სულსწრაფობა, გინდათ ყველაფერს მიაღწიოთ, ეხლა უცებ ვერით მენტრის შედეგად შესაბამისად უშვებ. აი ამ ტენდენციებს მიაქცეთ ყურადღება. ამავდროულად მოდით დავუშვათ, რომ შესაძლებელია დავუშვათ ადრეული დაწყებული საქმეებიდან, პროექტებიდან და შემდგომ თქვენ ახლა მიიღოთ გარკვეული მატერიალური დივიდენდები, ფინანსების შემოვიდეს. მაგრამ თავარი ახლა მე შეშევით. ამ ფინანსებს როგორ იყენებთ? ფული იმისთვის არის, უნდა დაეხარჯოს, ოღონდ როგორ? ორი გზა აქვს მას, ან უყაერათო ხარჯვა, ან ყაერათიანი. თუ თქვენ ყაერათიანი ხარჯველი იქნებით ფინანსების ეს სფერო გექნებათ გადასარევი და აქ შეიძლება სხვა შორის წარმატებასაც მიაღწიოთ, მაგრამ თუ ყაერათო ხარჯველი იქნებით, მაშინ მოდი ასე ვთქვათ, ყოველთვის გასავალი გექნებათ მეტი შემოსავალი, რაც მუდმივი თქვენი პრობლემის და გარკვეული სირთულეების ერთ-ერთი ფაქტორი იქნება. აი რასაც უნდა მიექცეს ყურადღება. რაც შეეხება კუროს ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, მოდით დავუშვათ, რომ კუროთა დროა ახლა. თქვენი პერიოდია, ვარსკვლავური პერიოდია, თუ მას ჯერ კიდევ სათანადოდ ვერ გრძნობთ და შეგიძლიათ მხოლოდ გადააბრალოთ დედამიწის უარყოფითიან რგოლებს, რომელიც ამ კუთხით ძალიან გიშლით ხელს. ამიტომ 10 რიცხვიდან ეს ყველა პერიოდი კიდევ უფრო უკეთესი იქნება, მაგრამ აქაც გაქვს გარკვეული პერიოდი, შანსი, შესაძლებლობებისა და საინტერესო პერიოდია. მოდი ასე ვთქვათ, დასამახსოვრებელი მაინც იქნება იგი, იმიტომ რომ თქვენ შინდელნელა მოტლობს ენერგოტონუსი, რაც დრო გადის, სულ უფრო მეტად ხდებით აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, ფსიქოემოციური სტაბილურობა უფრო მეტად მატულობს და ასე შემდგომ. თუმცა, რადგან დედამიწა უარყოფითიან რგოლებში, ახლა ვნახოთ, რა წყალქვეშა დინებები უშლიან ხელს საერთო ჯამში კარგ პერიოდს. და აი მათ ჭირდება ყურადღება. აი რა სახით შეიძლება ეს გამოვლინდეს. ნუ მაგალითად ძველი დაუსრულებელი საქმეები. აი აქ სერიოზულად შეგეშლიან ხელს. თორე ისინი ითხოვენ, რომ მე დროს ყურადღებას, ენერგიას, ფულს და ასე შემდგომ. ამასთან ერთად ძალიან ყურადღებით და ფრთხილად უნდა იყოთ ახლობლებთან, ნათესავებთან, მეზობლებთან, მეგობრებთანაც კი. იმიტომ რომ აქ შეიძლება პრობლემების, კონფლიქტების ტენდენციამ შეიძლება ეჩინოს თავი, ან გარკვეულწილად ჭორებამ ეჩინონ თავი, რასაც თქვენ გაიგებთ და მე შეიძლება გახდეს მათთან გარკვეული უსიამოვნების ფაქტორები. აი ამ კუთხით ვიყოთ ცოტა ყურადღებით და ფრთხილად. სხვა მხრივ კვირა უდაოდ საერთო ჯამში კარგია. რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, ტყუპებო, თქვენთვის უკვე რთული პერიოდი, იმიტომ რომ თქვენ შეხვედით ფაქტობრივად დაბადების წინა პერიოდში საკმაოდ რთული პერიოდია, იმუნიტეტი თქვენ ახლა საკმაოდ დაბალია, ჯანმრთელობა მეტად არამდგრადია, შეიძლება გაცივდეთ, გადაიღალოთ, ტრაუმატული ტენდენციები მეტად იჩინონ თავი, აქ ფსიქოემოციური არასტაბილურობა მეტად იჩენს თავი, შინაგანი თქვენი სულსწრაფობა, მერყეობა, გაურება და ასევე თვალში საცემი გახდება.
Იმიტომ რომ აქ ენერგოველი იცლება სერიოზულად თქვენი ენერგეტიკა გეცვლება თვლიანად, ამიტომ პერიოდი საკმაოდ რთულია და აქედან გამომდინარე დაბნეულობაც მატულობს. სუსტრაფობის ნიადაგზე არასწორ არჩევანსაც აკეთებდა, ზედმეტად სწრაფად გინდათ ყველაფერს მიღწევა, რის შედეგად შესტოებს უშევთ. არასწორად ხარჯავთ ფულს და ძალას და აქედან გამომდინარე შესტოებსაც უშევთ. და აქედან გამომდინარე პრობლემებს ვერ წყვიტავთ. პლუს ამას დავუმატოთ ისიც რომ ეს ის პერიოდი როდესაც ფარულ მტრებს არ ძინავთ. ფარულ მტრები, ჭორები, ინტრიგები თქვენ საწინააღმდეგოდ აქტიურად მოქმედებენ, ამიტომ აკონტროლეთ რა ხდება ზურგს უკან, ენასველი დააჭირეთ, საიდუმლოდ დაიცავით, აქ ჯობია მაინც ამ პერიოდში უკვე ყოველდღიურ საქმეებს მიხედოთ, არაფერი ახალი მნიშვნელოვანი სარისკო აქ არ გინდათ, არ გინდათ არავითარი საქმე და გარჩევა და რაღაც გრანდიოზულ პროექტებში ჩართვა, აქ უმჯობესია ყოველდღიური 7, ასე ვთქვათ, სიტუაციების მეშვეობით გაიაროთ ეს პერიოდი და ახლით 2 კვირა გეკნებათ ესეთი, რომელიც ითხოვს ყურადღებას, თუმცა თუ შევადარებთ, შემდეგ კვირა მაინც თქვენთვის უფრო უკეთესი იქნება ვიდრე ეს კვირა. რაც შეეხება კერჩხების ზოდიაქოს ნიშნით დაავადებას, მოითხოვეთ მერგო ტონუს თქვენ არ უჩივით, ჯანმრთელობა მდგრადია, ეს ნიშანი აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია. კი ბატონო, ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ გარკვეული კავშირდინებები უარყოფით ენერგოველთან დაკავშირებით ითხოვენ ყურადღებას. მაგალითად, ურთიერთ გაგება ირგვლივ ადამიანებთან მცირდება. და აქედან გამომდინარე შეიძლება თქვენ საკუთარ თავზე ზედმეტად ბევრი აიღოთ, რის შედეგად შეიძლება მსხვერპლიც გაღიზიანდნენ და მე თქვენშიც გამოიწვიოს ამან გაღიზიანება. სუბიექტურობა უფრო მეტად მატულობს თქვენში სიტუაციებისა, მოვლენების რომელიც ხდება თქვენს ირგვლივ, მათი აღქმა უფრო ესეთია. და მოდით ავუშვათ რომ ამიტომ რადგან არასწორად აფასებთ სიტუაციას, ამიტომ სირთულეები უფრო მეტად შეიძლება წარმოიქმნას. თქვენ თავისებური აქ ასე ვთქვათ მიდგომა გაქვთ სამართლიანობისადმი, რომელსაც შეიძლება ბევრი სხვა არ დაეთანხმოს და ამანაც გამოიწვიოს პრობლემები. ფეიკების ალბათობა ინტერნეტთან მიმართებაში მაღალია. ამიტომ ნებისმიერი ინფორმაცია ინტერნეტთან მიღებული უნდა იყოს გადამოწმებული, აქ არიან თუთასი ადვილად ამ სფეროს, აქედან მიღებული ინფორმაციას და ეცადეთ მეგობრებთან შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა, იმიტომ რომ აქაც გარკვეული დაძაბულობის ფაქტორები მატულობენ. ზოგადად პერიოდი კარგია რეფორმატორული მოქმედებისთვის, ახალი საქმის დასაწყებად, ახალი პროექტების რეალიზაციისათვის და შემდგომ, მაგრამ მაინც ამ სფეროში მოქმედად პრინციპით ჩვენჯერ გაზომერთხო გაჭირა. სიახლეები კარგია, ოღონდ სიფრთხილის პირობებში ეს სიახლეები და არანაჩქარებად. აი მაშინ უფრო სწორი იქნება ეს ყოველივე. რაც შეეხება ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაავადებას, ამშვენთ რომ პერიოდი უკვე ცოტა რთულია, თქვენ უკვე იგრძნობთ ნელ-ნელა ამ კვირაში იმუნიტეტი გეცემათ, უფრო ადვილად იღლებით. შრომისმცემელი რომ უკვე არ არის ისეთი როგორც თქვენ გსურდათ, იღბლიანობაც კლებულობს. ნადი ამშვენთ რომ თქვენ ძალიან კარგად იგრძნობთ რომ თქვენ ზურგს უკან ჭორები ადვილად აგორდება. აქ არაკეთილ მოსურნე ადამიანებიც უფრო მეტად გააქტიურდებიან, მოშორნეებიც. კონფლიქტების ალბათობა საკმაოდ მაღალია. კრიტიკა, პრეტენზიები ორივე მხრიდან, როგორც თქვენი მხრიდან, ასევე სხვათა მხრიდან თქვენ და ერთიორად გაორმაგდება. ამიტომ ეს ყველაფერი შეიძლება გახდეს არასასურველი პრობლემების, კონფლიქტების და დაპირისპირებების წინა პირობა. რაც ითხოვს რასკვილა მაქსიმალურ სიფრთხილეს, ყურადღებას, ეცადეთ შეინარჩუნოთ, რაც შეიძლება კარგი ურთიერთობები კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან, რათა აქაც ურთიერთობები არ დაიძაბოს და ამან მერე თქვენს კარიერულ განვითარებაზე ნეგატიური, ასე ვთქვათ, აღარ დაასვას და ნეგატიურად არ იმოქმედოს. ერთ სიტყვით ვეცადოთ რომ ეს კვირა ცოტა ფრთხილად, წინდახედულად გავიაროთ, ცოტა მეტად გამოაძინეთ საკუთარი თავი, იმიტომ რომ ვიმეორებ. ეხლა დაწყებული ახალ მნიშვნელოვანი პროექტი თუნდაც წარიმართება, იმიტომ რომ უიღბლო პერიოდი გაქვთ. ამიტომ აქ ისეთ რამეს ნუ გააკეთებთ, რასაც სჭირდება იღბალი. რაც შეეხება იღბალი მოვა თქვენთან, ოღონდ 20 რიცხვის მერე. ეხლა რაც შეეხება ქალწულებო პირველ რიგში საკმაოდ კარგი პერიოდი, ენერგიული, ეს ნიშანი უფრო შრომისმცემელი ხდება, უფრო ნებისყოფიანი, უფრო შეუპოვარი და ასე შემდგომ, შარმიც მატულობს, ასე ვთქვათ, თქვენში, მაგრამ აი რადგან წყალქვეშა დინებები გვაქვს ჯერ კიდევ ამ კვირაში. ამას მიაქცევთ ყურადღება, იმიტომ რომ აი მაგალითად მეგობრებთანაც შეიძლება დაძაბულობა შეიქმნას, ახალი ნაცნობობა შეიძლება წარმოქმნას, რომელიც სულაც არ იქნება კარგი. აქედან გამომდინარე ვიყოთ ყურადღებით ამდაგვარი კონტაქტების მიმართ, ასევე თქვენ მოთხოვნათა ზემაღალი ნუსხა გაქვთ ირგვლივ ყოფილი ადამიანების მიმართ. რამაც შეიძლება გამოიწვიოს ურთიერთობებში დაძაბულობა, კონფლიქტები და უსიამბები. ეხლა ზოგადად ცუდი არ არის პერიოდი მგზავრობა, მოგზაურობისთვის და უცხოელებთან აქტიური კონტაქტებისთვის. ამ მხრივ პრინციპში პერიოდი კარგია, მაგრამ მაინც იღავით ყურადღებით, რატო?
Თორემ მოგზაურობის დროს არის ალბათობა, მაღალი აუცილებლობა არა, მაგრამ ალბათობა იმის რომ შეიძლება მაგალითად დაკარგოთ საბუთები ან რაღაც დაიკარგოთ გასაღები ან რაღაცა ბარგი ვერ იპოვოთ დროულად და ასე შემდგომ ან დავუშვათ პარტნიორი არ დაგვხვდეთ ან დავუშვათ უცებ რა იყო მისგან რაღაც საინტერესო წინადადება და ეს წინადადება გარკვეულწილად სხვა მიზეზების გამო გადაიდო ან გაუქმდა. Აი ეს ტენდენციების ალბათობა აქ არის. ამიტომაც მეაქცევთ ყურადღება ამ ტენდენციებს, რომ ამან ცოტა ხელშემშელი ფაქტორი არ შექმნას პრინციპში მთლიანობაში საკმაოდ კარგი პერიოდისთვის, რომელიც მაინც თქვენ წინ გაქვთ. რაც შეეხება სასწორებს, სასწორებო ენერგოტონუსი თქვენი შედარებით დაბალია, ამიტომ ნუ გადაიღლებით. ემოციური სტაბილურობა აუცილებელია. ზედმეტად მომთხოვნინო იქნებით თქვენ სირგულეყოფი ადამიანების მიმართ, იმიტომ რომ თქვენი მხრიდან წუწუნი და შემდგომ შეიძლება ვთქვათ გახდეს არასტაბილური ურთიერთობების და კონფლიქტების ერთ-ერთი წინაპირობა. მოსაუბრებელი რომ თქვენ შეიძლება შეცვალოთ გარემოებათა გამო ზოგიერთი თქვენი გეგმა. ან დაუშვათ თქვენი მოქმედება არ იყოს კარგად მოფიქრებული, სულსწრაფობა შეიძლება გქონდეს ადგილი, აბსოლუტურად შეიძლება არაფრის მომცემი და არასაჭირო შენაძენი გააკეთოთ, რაც ყველა მე გამოიწვევს უკვე უკმაყოფილებას მათ შორის ახლობელთა მხრიდანაც კი ამ თქვენი მოქმედების შედეგად. ამასთან ერთად მოდით დავუშვათ, რომ შეცდომების დაშვების ალბათობა ამ პერიოდში მათ შორის მუშაობის დროს მაღალია, არათანმიმდევრულად მოქმედებთ და ზოგიერთი ადამიანი ჩათვლის, რომ თქვენ უსამართლოდ ექცევით მას, რაც შეიძლება გახდეს პირობა პრობლემების აუცილებლად ზედმეტს ნულაპარაკებთ. ენას ყველი დააჭირეთ, საიდუმლო დაიცავით, იმიტომ რომ საიდუმლოს გათქმის შემთხვევაში ადვილად შეიძლება შემდეგ ესხვებმა გამოიყენონ თქვენს საწინააღმდეგოდაც. რაც შეეხება მორიელი ზოდიაქოს ნიშნის ნაოდრლებს, აქ პირიქით ენერგოტონუსი მატულობს ჯანმრთელობ რომ გრადი ხდება, ენერგია ემატება ამ ნიშანს, ამიტომ ის ხდება უფრო აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, უფრო მებრძოლი სულისკვეთების მატარებელი. კარგი პერიოდია პარტნიორული ურთიერთობებისათვის, გინდათ პარტნიორული საქმიანი, გინდათ ბიზნეს, გინდათ პირადი, რაც მეტად ეს ურთიერთობები გაქვთ კარგი, მით უფრო მეტად თქვენ სულიერადაც უფრო შვიდად იგრძნობთ თავს და წარმატების ფაქტორი მოიმატებს. იმიტომ ესეთ პარტნიორული თანამშრომლობაც კი იქნება ფრიად სასიკეთო. სხვა შორის ქორწინებისთვის არის ცუდი პერიოდი, ერთობლივი თანამშრომლობა, ერთობლივი გეგმები შესაძლებელია ყველაფერი გავითარდეს, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ მაინც ყალქვეშა დინების პერიოდია. ამიტომ დაერქნათ ინტუიციას, მაინც ცოტა მეტი დიპლომატია გამოავლინეთ პარტნიორ ურთიერთობებში. რატო? იმიტომ რომ აქ კონფლიქტების ალბათობაც მაღალია და თუ თქვენ აღმოჩნდით აქ საკონფლიქტო სიტუაციაში და ორივე მხრიდან გეკნათ ერთმანეთისადმი პრეტენზიები და კრიტიკის ქარწყილში მოაქციეთ ერთმანეთი, ეს ფაქტობრივად გაგიფუჭებთ პრინციპში საკმაოდ კარგი პერსპექტივების მქონე კვირას. და ყველაფერს წყალში გადაგიყრით. ამიტომ მაქსიმალურად გავუცხელდით პარტნიორულ ურთიერთობებს, რათა ეს სტაბილურობა გახდეს წინაპირობა მთლიანობის სხვა სფეროებში წარმატებების მიღწევისა. რაც შეეხება მშვილდოსნებს, ენერგოტონუსი თქვენი პირიქით ეცემა დაბლა. ამიტომ უფრო ადვილად იღლებით, გაცივების ტენდენციებიც მაღალია, თუ რაღაც ქრონიკული დაავადებები იყო, შეიძლება ამანაც უფრო მეტად იჩინოს უკვე აქ თავს. ანუ მშვიდ პერიოდს ნამდვილად ვერ უწოდებთ ამ კვირას. წარუმატებლობის საქმეებში, აი ეს ამანაც შეიძლება იჩინოს თავი, რაც თქვენ სხვა შორის ასე ვთქვათ, ემოციურ ფონზე ნეგატიურად იმოქმედებს. ამასთან ერთად ფინანსურმა სირთულეებმა შეიძლება იჩინონ თავი. ამიტომ ზოგიერთ თქვენი გეგმა შეიძლება ამ შედეგად სათანადო რეალიზაციაში ვერ მოვიდეს. ეცეთ მაქსიმალურად იყოთ მოწესრიგებული, დისციპლინირებული, პასუხისმგებელი საქმეების მიმართ და სიტყვების მიმართ, რომელსაც ამბობ და ეცეთ მაქსიმალურად შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობები როგორც მეგობრებთან, ასევე კოლეგებთან და ხელმძღვანელ პირებთან. აი ამ ურთიერთობების სტაბილურობაზე ბევრად იქნება დამკვირვებული თქვენი საერთო სტაბილურობის, ასე ვთქვათ, ფონი. რაც შეეხება თხის რქებს, თხის ხაზს პირიქით, ენერგოტონუსი ემატება, ჯანზე მოდის ეს ნიშანი, რომ ის უნარიანობა ძლიერდება, შემოქმედებითი ნიჭისთვის და ასეთი მუშაობისთვის, სულიერი განვითარებისთვის საკმაოდ კარგი პერიოდია. აქ შეიძლება გადახედოთ ზოგიერთ თქვენ ცხოვრების პრიორიტეტს, დასახოთ თქვენი ძირითადი, ასე ვთქვათ, მიზნები, გზები განვითარებისა, კი ბატონო, ეს კარგია, მაგრამ სად არის ხელშემშელი ფაქტორები, მაგალითად საყურადღებო პრობლემების მომატება, საოჯახო პრობლემების მომატება, რაც არ გაძლევთ, ასე ვთქვათ, ფრთების გაშლის საშუალებას. ამან შეიძლება სათანადო დრო, ენერგია, ფული წაიღოს მოგხსენებათ და კიდევ ორი ფაქტორი, რომელიც ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას. ორგანიზატორული ნიჭი
აქ მაღალი გაქვთ. ამიტომ როგორც ლიდერი, ორგანიზატორი, ხელმძღვანელი კი ბატონო იქნებით უდაოდ კარგი და ამ მხრივ ავტორიტეტს აიმაღლებთ, მაგრამ რაც შეეხება ურთიერთობებს შვილებთან და სასკოლო პარტნიორებთან. აი ეს ითხოვს აქ განსაკუთრებულ ყურადღებას, იმიტომ რომ ამ სფეროს სტაბილურობაზე იქნება ბევრად დამოკიდებული, რამდენად იქნებით თქვენ წარმატებული ამ კვირაში და წახვალ წინ. თუ ეს სფერო გაქვთ სტაბილური, კარგი ურთიერთობები პირადული კუთხით მათ შორის არსებულ პარტნიორებთან, ან თუნდაც ახალგაზრდობილ პარტნიორებთან, ეს თქვენი მთავარი წარმატების ფაქტორი, ანუ ფუნდამენტია, რომელზეც გეხართ და მიდიხართ წინ. მაგრამ თუ აქ აერია სიტუაცია და ამის ალბათობა არის, რომ რაღაც რომანებზე შეიძლება წაიკინკლავთ ერთმანეთს და მერე ამან დაძაბულობა კონფლიქტები გამოიწვიოს, ან ჩათვალონ დაუშვათ პარტნიორებმა, ბავშვებმა, შვილებმა, რომ თქვენ ზედმეტად აკონტროლებთ მათ და შემდგომ ამან შეიძლება გამოიწვიოს დაპირისპირება. რა სφლიანობაში ამ სასიკეთო პერიოდს უფრო ნეგატიურ ელფერს შეძენს. რაც შეეხება მერწყულის ზოდიაქოს ნიშნულ რაოდენობას, აქ ენერგოტონუსი პირიქით მცირდება, ჯანმრთელობა არ ამდგრადია, ფსიქოემოციურ სტაბილურობა მეტად იჩენს თავს და მოგიხდებათ ასევე საოჯახო საკითხებზე გადართვა, დაუშვათ საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარება და ასე შემდგომ, რომელიც მაინდა-მაინც ხლა არხიბლად, მაგრამ ნუ იძულებული ხართ. ამასთან ერთად ზოგიერთმა მეზობელმა შეიძლება გაგიფუჭოთ ხასიათი, ზოგიერთმა ნაცნობა, რომელიც არ მოქმედებენ ისე, როგორც დაუშვათ თქვენ ეს კონდათ თუნდაც შეთანხმებული წინ და ერთობლივი შეიძლება გეგმები კონდათ სურვილები, მაგრამ ისინი აბსოლუტურად სხვანაირად მოქმედებენ, რაც არასკვლელად თქვენს გეგმებსაც არღვევს და ნერვულ სისტემასაც გიშლით, მოდი ესე ვთქვათ. ამან შეიძლება გამოიწვიოს მათთან მიმართებაში მათ შორის კონფლიქტები. ეცადეთ, რომ მაქსიმალურად თუ რაღაც საყოფაცხოვრებო პრობლემა შეიქმნა, იმიტომ რომ არის უკვე ამის ალბათობა, შეიძლება კომპიუტერიც გამოვიდეს წყობრიდან, ტელევიზორი, იგივე რაღაც სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ნუ იღავით მზად. თუ ესეთი რაღაც საყოფაცხოვრებო პრობლემები შეიქმნა, მაინც გადასაწყვეტი გაქვთ ხო, ამიტომ ვერ არც საკუთარ თავს, არც თქვენი ოჯახის წევრებს ნერვები არ მოვშალოთ. რაც გასაკეთებელია, გააკეთეთ შვიდ და წყნარად ჩათვალეთ, რომ თქვენი კოსმიური გამოცდა ეს სამყარო გიწყობთ აქ გამოცდას იმაზე, რომ მოაგვაროთ შვიდად კონფლიქტების გარეშე საყოფაცხოვრებო პრობლემები. მაშინ ამ გამოცდას ჩააბარებ და გაცილებით ბედნიერად იგრძნობ თავს. თუ ეს არ გააკეთეთ და ამ ნიადაგზე ნერვები მოუშალეთ საკუთარ თავსაზრისხოებსაც, ამ გამოცდებს ვერ აბარებთ და ამდაგვარი პრობლემები კიდე გელით მაშინ წინ. აი ეს გაითვალისწინეთ. და რაც მეტად კარგი ურთიერთობები გექნებათ ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან, აი მით მეტად მათი თანადგომა იქნება მეტი და უფრო ყარად და კარგად სტაბილურად იგრძნობთ ამის შედეგად თავს თქვენს. რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშნულ რაოდენობას, ნუ პერიოდი უკვე მრავალფეროვანი კონტაქტები, შეხვედრების, მოლაპარაკებების არ აქვს, შეიძლება საინტერესო ინფორმაციაც მიიღოთ, მაგრამ ინფორმაცია უცებ უნდა გადაამოწმოთ, რატომ? იმიტომ რომ ფეიქების ალბათობა გაქვთ მაღალი. თქვენი მოტყუების ცდელობა ჯერ კიდევ მაღალია. თუმცა ზოგიერთი ინფორმაცია იქნება დროული და საჭიროც კი, მაგრამ მაინც ინფორმაცია სჭირდება გადამოწმება. არც ერთ საბუთს ხელი არ მოაწეროთ, სანამ ყველა მის პუნქტს არ გადახედავთ. ნუ ენდობით, აქ ნდობის ფაქტორი გაქვთ მაღალი. და ადამიანი გეტყვით, რომ კი, ყველაფერი სწორად არის და ხელს მოაწერა. მე აღმოჩნდება, რომ თურმე არ არის სწორად. ასეთი ტენდენციები აქ არის და იღავით ცოტა ყურადღებით. თავდაჭერა მაქსიმალური ფულის ხარჯვის კუთხით, ესაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი თანხა წავა გართობაზე, რომლისადმი მიდრეკილება მატულობს მეგობრებზე და ზოგიერთ შემთხვევაში აზარტულ თამაშებზე. აი ეს მიდრეკილებები აქ გიძლიერდებათ. ამიტომ თუ ეს ტენდენციები იგზავნით საკუთარ თავში, დროულად კონტროლი, იმიტომ რომ ეს წაიღებს იმდენ ფულს, რომ მე დარჩებით ნულზე და ძალიან მოგეშლებათ ნერვული სისტემა. და პლუს ამას თუ დაემატება ისიც, რომ ფეიქები, თქვენი მოტყუების ტენდენციები მაღალია, ეს კიდევ უფრო მეტად გამოგიყვანთ მერე წონასწორობიდან. აი მხრივ ვიღოთ ყურადღებით. ზოგადად პერიოდი რთული არ არის, მაგრამ აი წყალქვეშა დინებებს ყურადღება მივაქციოთ, რათა ეს არ გახდეს ხელისშემშელი ფაქტორი მთლიანობაში კარგი თქვენთვის პერიოდისა. ეხლა მოდი აღვნიშნოთ ეს ზოგადი ტენდენციებია 12 ზოდიაქოს ნიშნის ამ კვირის განმავლობაში. ეხლა მოდი ვნახოთ უკვე ცალკეული დღეების პერსპექტივები და რას გვიქადიან ისინი მომავალი კვირისა. ანუ ხვალინდელი დღით დავიწყოთ, ეს არის 4 მაისი, ანუ ორშაბათი დღე, გეომაგიტურია. დავიწყოთ აქედან. გეომაგიტური ტენდენციები ამ დღისა მეტ პრობლემებს უქმნიან ადამიანის გულსიძარღვან სისტემას, ნერვულ სისტემას, ეს თავის მხრივ შეიძლება გახდეს მიზეზი თავის ტკივილებისა, უგონებობისა, წნევასთან დაკავშირებული პრობლემებისა და სხვა დისკომფორტული გამოვლინებებისა. რაც უპირველეს სკოლისა ითხოვს ყურადღებას წნევის მიმართ, თუ რაღაც დისკომფორტი იგზავნით ამ შემთხვევაში, რომ თუ არაფერი არ გაწუხებთ, რასკველი არავითარ წნევას ხელი არ მოგიდოთ. მაგრამ თუ რაღაც ესე დისკომფორტი არის ორგანიზში, აუცილებლად პირველში წნევა გაიზომება
მისამეთ და თუ აქ რაღაც პრობლემა იქნა, შესაბამისი პროფილაქტიკა გინდა ყავით აწიოთ ეს ცნება, ნორმაში მოიყვანეთ, გინდა წამლებით დაწიეთ, რათა მთავარია ნორმაში იყოს და უკეთესად იგრძნოთ თავი. პროვოკაციების ალბათობა ხვალ მოიმატებს, ამიტომ ყველა უნდა იყოს სამხრივ ყურადღებით. და მათგან ვინც ცუდად იყენებს საკუთარ ძალაუფლებას, აი მათ ეს განსაკუთრებით შეეხება. ამიტომ ვიყავით ყურადღებით. სხვათა შორის ეს ყოველივე უცხოური ქვეყნების პროპაგანდასაც შეეხება და არა მარტო ცალკეულ პირებს. პროვოკაციების ალბათობა მათი მხრიდანაც იქნება მაღალი, მათ შორის საქართველოს მიმართ. ეს ტენდენციები გაითვალისწინეთ ხვალ, შესაძლებელია ასეთი შემოტევების წინაშე აღმოჩნდეთ და უნდა ვიყოთ მზად სათანადო ორგანოები, თითოეული თქვენთაგანი და ასე შემდგომ. მეტად სარისკოა ხვალ საბუთებზე ხელმოწერა. არ არის სასურველი ბიზნესის დაწყება. მანქანა ზედმეტად სწრაფად ნუ ატარებთ, იმიტომ რომ აი შეიძლება მე დაჯერიმებით ან ტრაუმატული ტენდენციები დასულდეს. ზედმიწევნით მიყევით შედგენილ წინ გეგმას. და პარტნიორ ურთიერთობებში მაღალია თავისუფალი ურთიერთობებისა და სწრაფი ნაცნობობის ტენდენციაც. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული მენჯბარძაკის ძვალი. ოპერაციების ჩატარება ამორგანულ თემებში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი. თუმცა, მაგალითად თუ თქვენ გაქვთ სურვილი გქონდეთ ურთიერთობა უცხოელებთან, ან დაუშვათ უცხოეთის საელჩოებთან, აი ამ კუთხით შეიძლება ხვალინდელი დღეს სულაც არ იყოს ცუდი პირიქით. და ყველას კარგია ხვალინდელი დღე ლომის და სასწორი ზოდიაქოს ნიშანთათვის. რაც შეეხება ახლა უკვე სამშაბათს, ეს არის 5, მოგეხსენებათ მაისი, სამშაბათს პირველში მეაქციოთ ყურადღება უკურსო მთვარეს, ანუ სხვანაირად მიმართულება და კარგული მთვარის პერიოდს უძლებთ მას. იგი იწყება ღამის პირველ საათზე 35 წუთზე და გასტანს 23 საათამდე. და 7 წუთამდე. ამ დროს რა ხდება? ზედმეტად დუნდება ყურადღება ადამიანებში. რით არის ეს არასასურველი? იმით, რომ ამ მოდუნების შედეგად შეიძლება ამ პერიოდში ადვილად მოხდეს ტრაუმატული ტენდენცია. ამიტომ თითქმის მთელი დღე-ღამის განმავლობაში მძღოლებს, ქვეითატმოსფეროლებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც აქვს რაღაც საკიფათო საქმიანობასთან ურთიერთობა, მათ ჭირდებათ განსაკუთრებული ყურადღება, იმიტომ რომ მოულოდნელი და ესეთი ასე ვთქვათ, ცვალებადი ელემენტები და ასე ვთქვათ ტენდენციების რომის მოსაოდნელი ამ პერიოდში მათ შორის ყურადღების უცაბედი ასე ვთქვათ მოდუნების ფონზე შეიძლება გახდეს ტრაუმატული ტენდენციების მთავარი წინაპირობა. და სამშაბათს ახალ საქმეს ნუ დაიწყებთ. მოერდეთ ხალხმრავალ ადგილებს, ვით რომ მაღალია აურის ენერგოდაბინძურების ალბათობა, რაც მომენტალურად ნეგატიურ დახს დაასვავს ადამიანის ბედიღბალს და მისი წინსვლის პერსპექტივებს. სამაგეროდ კარგია სამშაბათს იურიდიული კონსულტაციის გავლა, ახალი სამსახურის დაწყება შეიძლება, პარტნიორობებში აქტიური პოზიციის დაკავება, სუნთქვითი ვარჯიშებისთვის ძალიან კარგი პერიოდია. ბრონქების, ხელების, მეტყველების, ფილტვების კურნალობა იქნება ძალიან კარგი, მასაჟი იქნება მშვენიერი, მაგრამ მოერიდოთ სისხლის გადასხმას, ყურების გახრეტას, მშენებლობას. სამშაბათი ამ მხრივ სასიკეთო არ არის. ჯანმრთელობის კუთხით აქაც ხეჩვერის უცხოელებთან კონტაქტი და მათ შორის საელჩოების დონეზე არ იქნება ცუდი. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ხერხემალი, სახსრები, მუხლების ზონა, ოპერაციების ჩატარება ამორგანულ თემებში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა სამშაბათს 5 მაისს არ იქნება სასურველი. ყველას კარგია სამშაბათი დღე შილდოსანთათვის და მერწყულთათვის. 4 შაბათს გადავხედოთ 6 მაისია უკვე 4 შაბათი გეომაგნიტური, ანუ იცით გეომაგნიტური დღის დროს რა ხდება, თუ თქვენ უცებთ კეცვლებად ხასიათი, თავის ტკივილი, რაღაც დისკომფორტი, უგუნებობა, აუცილებლად წნევას აქცევთ ყურადღებას და თუ საჭიროა შესაბამის პროფილაქტიკას იყენებთ, რათა წნევა მოიყვანოთ ნორმაში და უკეთესად იგრძნოთ თავი. და მნიშვნელოვანი მოვლენა სწორედ 6 მაისს 4 შაბათს, რატომ? იმიტომ რომ სწორედ 6 მაისიდან 17 მაისამდე პერიოდში შავი მთვარის ეგწოდებული მასწავლებელი ძალის და მთვარის კვანძების ძიმე კარგული ერთმანეთთან ასპექტები ურთიერთობები, ანუ მეტად შეუწყობენ ხელს რელიგიური და იდეოლოგიური შეცდომების წარღვნის ალბათობას, რაც შეაყოვნებს სულიერ ევოლუციის განვითარების შესაძლებლობას ცალკეულ პირებში, ცალკეულ ასე ვთქვათ ორგანიზაციებში, გამახვილებს სხვადასხვა სახის თუნებებს.
თვითონ დღეს რაც შეეხება 4 შაბათ დღეს, ნუ მოახდენთ აქ მოვლენათა ფორსირებას, ნუ ეცდებით სწრაფად გამდიდრებას, ეს ყველაფერი შემდგომში ძალიან სულად დასრულდეს. მოვარიდოთ ხმაურიან ადგილებს და გავფრთხილდით ფინანსებს. მოიშორეთ უსარგებლო ნივთები. მეტი დრო დაუთმეთ სახლს, ახლობლებთან, ოჯახის წევრებთან ურთიერთობებს. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ძვოვან სისტემა, ხერხემალი სახსრები, მუხლების ზონა. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი. 4 შაბათს მოვარიდოთ მკვეთრ მოძრაობებს, სიმძიმეების აწევას და ასევე სხვა შორის დღე კარგია მავნე ჩვევებისგან განთავისუფლებისათვის, ეს მათ შორის თამბაქოს წროლებსაც ეხებოდ. კარგია 4 შაბათი დღე ქალწულის და თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთათვის. და რატანაცებია მსოვნელი 4-10 მაისის შვალეთში ამაზე ვსაუბრობდით ახლა. მიყვებოდით უკვე არამატო ცალკეული ნიშნები მიმოვიხილეთ, ახლა მიყვებოდით ცალკეულ დღეებს და მათ ასტრო პროგნოზს და შევჩერდით 7 მაისზე. 7 მაისი ეს არის ხუთშაბათი დღე. რა ხდება აქ? უპირველეს ყოვლისა ყურადღება მივაქციოთ საღამოს პერიოდს 18 საათიდან 20 წუთიდან 24 საათამდე. ამ დროს მიმართულება დაკარგული მთვარის, ანუ სხვანაირად უკურსო მთვარის პერიოდი გვაქვს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ამ პერიოდში ზედმეტად უნდება ყურადღება ადამიანებს. შეიძლება გახდეს რისი მიზეზი, რასაკვირველია ტრავმატული განათლებისა, რომ ასეთ ფონზე ყურადღებობისა ამდაგვარი განათლები ადვილად წარმოიქმნებიან მძღოლებს, ქვეითად მოსაუბრლებს ამ პერიოდში მეორე 18 საათიდან 20 წუთიდან 24 საათამდე 7 მაისს ჭირდებათ განსაკუთრებული ყურადღება. და მოვარიდოთ ასევე 7 მაისს ხუთშაბათს მგზავრობას უცხოეთში, რაც უზარმაზარ ფინანსურ ხარჯს გამოიწვევს დამატებით თანხების, ასე ვთქვათ, ხარჯვას და ასე შემდგომ. თუმცა ეს დღე კარგია მაგალითად სულიერი გამოღვიძებისთვის, სიმართლის დასამტკიცებლად, ახალი საქმის დასაწყებად, მეგობრებთან ვახშმობა, წვეულების მოწყობა. ეს იქნება ძალიან კარგი ამ პერიოდში და ნაყოფიერი სხვა შორის, მაგრამ რეალურად შეაფასეთ ყველგან და ყველაფერში საკუთარი შესაძლებლობები. ეფექტურია 7-ში კუჭნას დავის და მკერდის კურნალობა. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ძვლოვანი სისტემა, სახსრები, მუხლები, კანი, ხერხემალი, კბილების ზონა. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი და მოვარიდოთ ასევე 7-ში მკვეთრ მოძრაობებს, სიმძიმეების აწევას. სამაგიეროდ ძალიან კარგია მავნე ჩვევებისგან განთავისუფლება და სარესტავრაციო სამუშაოების წარმოება. ყველს კარგია ეს დღე კუროს, კერჩხების და მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთათვის. გადავინაცვლოთ პარასკევ დღეზე, ეს უკვე 8 რიცხვია. თუმცა სანამ პარასკევთან მივალთ იქამდე მე მინდა კვლავ შეგახსენოთ, რომ გამოსულია ჟურნალი ჯერ კიდევ გაყიდვაშია შენი ჰოროსკოპი, მოგეხსენებათ აქ არის დიდი ინფორმაცია მათ შორის. იგივე დაუშვათ თუნდაც ფარველ ანგელოზის საათის შესახებ. აქ თქვენ გაქვთ ყოველთვიური ასტროპროგნოზები ცალკეული ზოდიაქოს ნიშანთათვის წლის ბოლომდე. ამიტომ ახლავე შეგიძლია დაგეგმოთ რა გინდათ რომ მოხდეს მაგათ სექტემბერში. ხო და როგორ იქნება ეს პერიოდი თქვენთვის და ამიტომ მიხედვით დაგეგმავთ კიდეც და იქნებით უფრო მეტად წარმოდებული. ეს არ დაგავიწყდეთ ჟურნალის შენი ჰოროსკოპი, მაგრამ არაგვერიოს ამდენ ჟურნალთან. ეს არის უბრალოდ ჟურნალი ჰოროსკოპი. ორივე გაყიდვაშია და მინდა გითხრათ რომ აი ჟურნალ ჰოროსკოპში თქვენ გაქვთ საზოგადოებრივი პოლიტიკური პროგნოზი. აგნან გამომდინარე უკვე გეცოდინებათ რა ტენდენციებია მოსალოდნელი ამ კუთხით. ამის გარდა შეგნეთ ჩვენ გვაქვს 2026 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ცალკეული ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით, როგორც დასავლური ასევე აღმოსავლური კალენდრის ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით და აქვე ჩვენ გვაქვს გეომანტია დედამიწის, ანუ როგორი იქნება გეომაგნიტური მდგომარეობა, მზეზე აფეთქებები, აქედან გამომდინარე რაზე გავნასახტას ეს ჩვენს განწყობაზე, გულსიზარვან სისტემაზე, ჯანმრთელობაზე, გრაფიკული გამოსახვები და ახსნა განმარტებები, ტექსტური ახსნა განმარტებით. და რასაკვირველია შეგნეთ თქვენ გელოდებათ ყოველდღიური უკვე ასტროპროგნოზი მთვარის ეგრეთ წოდებული კალენდრის მიხედვით, იქნებით გაფრთხილებული შეიარაღებული ინფორმაციით და ამის გარდა თქვენ იცით კიდევ რა გელოდებათ ამ ჟურნალში შიგნით. აქ თქვენ გაქვთ ბიზნეს შემოქმედებითი სასკვალო კალენდარი, თავისი დადებითი უარყოფითი დღეებით და მნიშვნელობებით. აქვე გვაქვს სამედიცინო ასტროლოგიური კალენდარი, სადაც აღნიშნულია რომელი თვის მიხედვით, რომელ დღეებში რომელი ორგანოები სუსტდება და მათთან მიმართებაში ამ პერიოდში
პერიოდში არ არის სასურველი ეს არის დაახლოებით 2-2.5 დღე არ არის სასურველი ამ დროს მათ მიმართებაში ოპერაციის გაკეთება ნუ განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა თავისთავად და აქვე გაქვთ თქვენ პატარა და დიდი ასტროკალენდრები ეს არის პატარა ჯიბის ეგრეთ წოდებული, სადაც აღნიშნულია მაგალითად ვერც ზოდიაქოს ნიშანზე 12 თვეზე გათვლილი დადებითი უარყოფითი დღეები, ახალი მთვარეობით, სავსე მთვარეობით და მათი ახსნა განმარტებები და რასაკვირველია, ეს უკვე ყველასთვის 12-ვე ზოდიაქოს ნიშნის ასტროკალენდარი, ეგრეთ წოდებული საოჯახო, როგორც ჩვენ ვუწოდებთ, სადაც ეს გინდათ სამსახურში შეგიძლიათ ჩამოგიდოთ, გინდათ კაფეში, გინდათ დაუშვათ სახლში, აქ ყველა ისარგებლებს ამით, იმიტომ რომ ვინც არ უნდა შემოვიდეს 12-ვე ზოდიაქოს ნიშნისთვის, გათვლილია წლის ბოლომდე დადებითი უარყოფითი დღეები, ასევე ახალმთვარეობა, სავსე მთვარეობა, მზის მთვარის დამნელებები და მათი ახსნა განმარტებებიც არის დართული. ესე იგი ამ ინფორმაციით, მოდი ასე ვთქვათ, ჟურნალი ჰოროსკოპი და ჟურნალი შენი ჰოროსკოპით იქნებით გაფრთხილებული, შეიარაღებული და ეჭვმეპარება რო წარმატებული. მაგრამ თუ თქვენ გინდათ რომ ეს ჟურნალები, ესე იგი ეს ყველაფერი შეგიძლიათ რასკვირა შეეძინოთ ჯიხურებში, პრესის ჯიხურებში, საქართველოს დიდ ქალაქებში და თუ გინდათ სახლში მიტანით რომ დაუშვათ თქვენ ეს მიიღოთ სახლში, მაშინ უნდა დაუკავშირდეთ შემდეგი ტელეფონის ნომრით 597 15-99-77. ვიმეორებ 597-15-99-77 და ნუ ამას უკვე მიიღებთ ამ ინფორმაციას სახლში მიტანით. ეხლა გავაგრძელოთ ჩვენი ასტროლოგიური მიმოხილვა, ჩვენ ცალკეულ დღეებზე ვსაუბრობდით შემდეგ კვირის და მივადექით 8 მაისის დღეს. როგორ იქნება ეს კვირა? და უბრალოდ ეს დღე 8 მაისი პარასკევი დღე ზოდიაქოს ნიშანთათვის. პირველში აქ მიაქციოთ ყურადღება უკურსო მთვარეს, ანუ მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდს, იგი დაიწყებს ამოქმედებას ღამე პირველ საათზე და გასტანს დღის 11 საათამდე 30 წუთამდე. ამ დროს ზედმეტად დუნდება ყურადღება ადამიანებში, ამიტომ მძღოლებს, ქვეით ატმოსფეროლებს ამ პერიოდში ორმაგი ყურადღება ჭირდებათ, რათა ყურადღების მოდუნების ფონზე არასასურველი ტრაუმატული ტენდენციები არ წარმოიქმნას. პარასკევს ძლიერენების კუპა და მისი გამოვლენა ადამიანებში ხელს შეუწყობს წარმატების მეტად მიღწევას. ეცადეთ იპოვოთ ჰარმონიული წონსწორობა თქვენს გონებასა და ემოციებს შორის. მოვერიდოთ მაქსიმალურად კონფლიქტებს. საღამო გაატარეთ მეტად საოჯახო გარემოში. და პარტნიორობებში მაღალია პარასკევს გაცნობის, ხანმოკლე მოგზაურობის მაღალი ალბათობა. და აქ შედეგიანია გულსიზარღვანი სისტემის კურნალობაც. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება მხედველობა, ფეხის კუნთების ზონა, ნერვული სისტემა და ვენები. ამიტომ ჯობია მეტად ფეხით იაროთ, ვიდრე ფეხზე იდგეთ, იმიტომ რომ ვარიკოზული ვენების გაგანიერების საფრთხეა მაღალი. დადებითია პარასკევი ვერძის ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულთათვის. 9 რიცხვი, 9 მაისი უკვე შაბათი დღეა, გეომაგნიტურია და ამიტომ იცით რა უნდა ქნათ, თუ რაღაც სხვაშვე შაბათი და კვირა ორივე გეომაგნიტური გვაქვს ჩვენ. შემდეგი, ამიტომ ნუ თუ რაღაც დისკომფორტს გზნობთ, პირველ რიგში იცით რა უნდა ქნათ, წნევა და შესაბამისი პროფილაქტიკა. გინდათ ყავით, გინდათ წავლებით, რომ მოიყვანოთ ორგანიზმის წესრიგში და უკეთ იგზნოთ თავი. და შაბათს რაც შეეხება 9 მაისს გეომაგნიტური დღის გარდა ყველა წრუმას მიაქცეთ ყურადღება. მაღალია ასევე შურის გამოვლენის ტენდენცია ადამიანთა ხასიათში. ზოგადად კარგია აქ ინტერიერის შეცვლა. დილით პარტნიორებთან ნუ იკამათებთ. მოერიდეთ ნერვიულობას, ფორია, ზედმეტ ლაპარაკს, ზედმეტ ფანტაზიებსაც ნუ დაეყრდნობით, ხოლო რეალურ ფაქტებს, რომელიც თქვენს წინ გამოჩნდება ამ პერიოდში. კარგი იქნება შაბათ-კვირას, მათ შორის თუ ყურს დაუგდებთ უფროს თაობის მანდილოსთან რჩევებს, მათ შორის დედათა რჩევებს, უფრო სწორად იმოქმედებთ. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება შაბათს მხედველობა, ნერვული სისტემა, ფეხის კუნთების ზონა, ვენები. აქაც დიდხანს ფეხზე ნუ იდგებით, ჯობია იაროთ. პოზიტიურია შაბათი ლომის და მერწყულის ზოდიაქოს ნიშანთათვის. 10 რიცხვი მაისის ეს უკვე კვირა დღეა და აქ ჩვენ გეომაგნიტური დღეც გვაქვს და თან მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდის. მიმართულება დაკარგული მთვარის ან უკურსო მთვარის პერიოდი იწყება დილის 9 საათზე, გასტანს საღამოს 21 საათამდე 50 წუთამდე. ანუ ამ დროს მძღოლებს, ქვეით ატმოსფეროლებს ყურადღების მოდუნების უფლება არ აქვთ, იმიტომ რომ ეს დასრულდება მერე არასასურველი ტრაუმატული ტენდენციებით.
და გავფრთხილდეთ შემდეგ კვირას ძვირფასეულობას. მიაქციეთ ყურადღება აქაც წვრილმან ფაქტებს. აქ ეს პერიოდი კარგია, მაგალითად შემდეგ კვირა ყიდვა გაყიდვისთვის, სწავლისთვის, შემოქმედებითი მუშაობისთვის, სარემონტო სამუშაოებისთვის, ტექნიკის შესაძენად, აი სარემონტო სამღებრო სამუშაოები კარგად წარიმართებიან. თუმცა პარტნიორობებში ცოტა მოიმატებს გაღიზიანება და იმპულსურობა. ამასაც მიაქციეთ ყურადღება. უბრალოდ კარგია სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარება. ზედმეტს ნულაპარაკებთ. აქაც ფანტაზიებს არ აყვედა, მხოლოდ რეალურ ფაქტებს დაეყრდენით და ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება მხედველობა, ტერფები, ვენები, ნერვული სისტემა. პოზიტიურია შემდეგი კვირა სასწორთათვის და მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნით დავადებულთათვის. ეს რაც შეეხებოდა უკვე შემდეგი კვირის, ასე ვთქვათ, ავკარგიანობას, დადებით და უარყოფით ტენდენციებს, რომელსაც გვიქადიან, ასე ვთქვათ, ბაენტები და მათი ზეგავლენა თითოეულ ჩათაგანზე. ეხლა მოდით სხვა მშვენი მოვლენების შემდეგ კვირისა მივეხილოთ, ეხლა ვისაც აქვს სურვილი თმების შეჭრისა. ნუ ეხლა ჩვენ ამაზე უკვე მრავალი წელია ვსაუბრობთ, ამიტომ ეხლა დიდხანს ვერ შევჩარდები ამაზე, უბრალოდ მოკლედ კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ არის დღეები, როდესაც თმის შეჭრა, უფრო მეტად შემდგომ წარმატების მომტანია, ადამიანის, ანუ ეს მარტო ის კი არა, რომ თმები კარგად შეიჭრება და შემდგომ, არამედ თვითონ ეს პროცესი აი ამ დღეებში შემდგომ ცხოვრების სულ წარმატებასაც ზრდის და პირიქით არის დღეები, როცა თმის შეჭრა შეიძლება გახდეს რაღაც სხვა ნეგატიური ტენდენციების გამოწვევის მიზეზი. ამიტომ ყველაზე კარგი ჩვენ გვაქვს ამ კვირის განმავლობაში 2 დღე გვაქვს მხოლოდ. ეს არის 8 და 9 მაისის დღეები, ანუ პარასკევი და შაბათი. დარჩენ დღეებში ჯობია თმებს ხელი არ ახლოთ. ეს 2 დღე გამოიყენოთ. ეხლა ვისაც აქვს ურთიერთობა ფინანსებთან, ბიზნეს სფეროსთან, აი მათ საყურადღებოდ მინდა აღნიშნო, რომ პერიოდი, რომელიც ამ კვირაში მოქმედებს და რისთვის არის იგი, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი. პირველ რიგში თვითონ ავიდოთ ჯერ ხვალინდელი დღე 4 მაისი. აი აქ გარიგებებისთვის არ არის ცუდი ხელშეკრულებების დასადებად, კი ბატონო, რაღაცა შეიძლება საქმიანი კავშირებით ჩამოყალიბდეს, კი ბატონო და კარგი იქნება აქ ისეთ პარტნიორების არჩევა, რომელიც მაგალითად მეტად შემდგომ ერთიან ფასეულ სისტემაში მოექცევოდა, უფრო მეტად დააფასებს თქვენს გეგმებს, სურვილებს და ამგიდგებად გვერდით. ეს რაც შეეხება 4 მაისს. რაც შეეხება პერიოდს 5 მაისიდან 9 მაისის ჩათვლით, აქ პირიქით გავფრთხილდით თქვენს ფულს. მოერიდეთ კრედიტის გაფორმებას და სანამ რაიმე მშვენ ხელშეკრულებას დადებთ, აუცილებლად იურისტებთან კონსულტაცია გაიარეთ, რომ შესაბამისად არ დაუშვათ ეს ბიზნესმენებს, განსაკუთრებით ეხება და 10 რიცხვი ძალიან კარგი დღეა შემდეგი კვირა ბიზნეს საქმიანობისთვის, შეიძლება აქცია დადებაც კი მიიღოთ. ძალიან სარფიანი და შემდგომ ფრიად წარმატებულიც კი. რაც შეეხება მოგზაურობას, მოდი აღვნიშნოთ, რომ ხა ისეთ შორეულ ხანგრძლივი მოგზაურობებისთვის მაინდა-მაინც სასკეთო პერიოდი არ არის, მაგრამ ესეთ პატარა და ხანმოკლე მოგზაურობისთვის საკმაოდ კარგია. მაგრამ ის რომ ყურადღება გმართებთ ეხლა საჭესთან, ხა ამას მე მგონი თქმა ზედმეტი არ უნდა და სხვა შორის არ არის სასუელი ეს კვირა ზღვის ტრანსპორტით მოგზაურობისთვის, აი საზღვაო კრუიზებისთვის მაგალითად აი ამ კუთხით. რაც შეეხება სასკოლო პარტნიორულ ურთიერთობებს, აი ამ კუთხით 4 მაისი ხვალინდელი დღე კარგია, მათ შორის სასკოლო კონტაქტებისთვის, ახალი ნაცნობობისთვის, პაემნებისთვის, კი ბატონო, მაგრამ 5-9 მაისის დღეები აქ ითხოვენ რას? ყურადღებას იმ კუთხით, რომ აქ ცოტა მოულოდნელი სურპრიზების ტენდენციაა მოსაუბრებელი. ამიტომ ცოტა ფრთხილად ვიყოთ. ამ ურთიერთობებში აქ არ ვიკამათოთ, ზედმეტად ასე ვთქვათ, ნუ ეცდებით პარტნიორის დათრგუნვას და მის მოტყუებას და შემდგომ რათა ამას მე არ მოყვეს უსიავნებები და პრობლემები. აი 10 რიცხვი უფრო კარგია მათ შორის რომანტიკული კავშირების ურთიერთობებისათვის. რაც შეეხება ახლა კურნალობის დაწყებას, ვინც აპირებს კურნალობის დაწყებას ამ კვირაში 5 და 10 მაისის დღეები. აი ეს 2 დღე ყველაზე კარგია და ცუდი არც ერთი არ არის. ამიტომ თუ ამ 2 დღეს ვერ მოახერხებ, ნებისმიერი სხვა დღეც ამ კვირისა შეგიძლიათ გამოიყენოთ კურნალობის დასაწყებად. უბრალოდ ეს 2 ყველაზე კარგია. რაც შეეხება სამსახურის შეცვლას 8 და 10 მაისის დღეები უწყობენ ამას ხელს, მაგრამ ცუდი აქაც არც ერთი დღე არა გვაქვს. ამ კვირაში, ამიტომ თუ ამ დღეებში ვერ მოახერხებთ, სხვა დღეს შეგიძლიათ გამოიყენოთ ამ კვირისა. ხელშეკრულებების დასადებად ყველაზე კარგია 4, 5, 9
10 მაისის დღეები, მაგრამ ცუდი აქაც არც ერთი დღე არ აქვს, ამიტომ თუ ამ დღეებში ვერ ახერხებთ, სხვა დღეები შეუძლია გამეყენოთ, მაგრამ ეს დღეები მაინც უკეთესია, გავითვალისწინოთ. რაც შეეხება ქორწინებას 4 მაისი ყველაზე კარგია. ერთ-ერთი ავწდეთ 7 მაისს. აი 7 მაისი არ გვივარგა, მაგრამ დანარჩენი დღეები ცუდი არ არის. დავუშვათ 4 მაისს ვერ ახერხებთ. თავარია 7 მაისს არ მოხდეს, ასე ვთქვათ, ქორწინება. დანარჩენი დღეები კი ბატონო, შეგიძლიათ გამოიყენოთ, არ არის ცუდი. რაც შეეხება ბინის ყიდვა-გაყიდვას, ახალ ბინაში გადასვლას, ყველას კარგი დღეები გვაქვს 4, 5, 6 და 9, ასევე 10 მაისის დღეები და ცუდი როგორც ესეთი არც ერთი არ არის. ამიტომ ნებისმიერი დღე შეგიძლიათ ამისთვის გამოიყენოთ, უბრალოდ ეს დღეები რომელიც აღვნიშნეთ, ყველაზე უკეთესია. მშენებლობის დასაწყებად, სარემონტო სამუშაოებისთვის ყველას კარგია 7 და 8 მაისის დღეები და არ ვარგა 6 და 10 მაისის დღეები. სხვილი საყიდლებისთვის 4, 6, 9 მაისის დღეებია ყველაზე კარგი და არ ვარგა 5, 8, 10 მაისის დღეები. დარჩენილი დღეები საშუალოა. სასამართლო პროცესების დასაწყებად ყველაზე კარგია 4 მაისი. არ ვარგა 6 მაისის დღე. დარჩენილი დღეები საშუალოა. მოდი ესე ვთქვათ. ეხლა ვისაც აქვს, მოდი ესე ვთქვათ, ფინანსურ სფეროსთან ურთიერთობა და საფინანსო ჩვენს ასე ვთქვათ მოქმედებებს უგდებს ყურს და ითვალისწინებს, აი საფინანსო კალენდარს მივადექით, ანუ რა მოქმედებები ამ კვირაში იქნება ფინანსების მომტანი, ამით აძლიერებთ თქვენ ფინანსურ ეგრეგორს და იზიდავთ ფინანსურ ენერგიას თქვენდამი, ან პირიქით რა მოქმედებები განიზიდავენ ამ ენერგიებს თქვენგან. აი მაგალითად 4 მაისს ხვალ კარგია ფულის ვალში გაცემა და აღება, კრედიტის გაფორმება, ძვირფასეულობის ჩადება ლომბარდში, მაგრამ არ ვარგა სარკის შეძენა, ეს პირიქით შემდგომ კიდევ უფრო მეტ თანხებს წაიღებს. 5 მაისს სამშაბათს კარგია საათის შეძენა, მაგრამ არ ვარგა ესეთი მსხვილი ინვესტიციების გაკეთება, მithumetes ნაჩქარევად. 6 მაისს კარგია ვალის გასტუმრება, მაგრამ არ ვარგა კაპიტალ დაბადება, ფულის ვალში გაცემა, აღება და კრედიტის გაფორმება. 7 მაისი კარგია ვალების გასტუმრებისათვის საიუველირო ლიფტების შესაძენად, მაგრამ ინვესტიციებთან მთხილოთ. 8 მაისი კარგია საათის შეძენა, ნებისმიერი ქველმოქმედება. 9 მაისს შაბათს კარგია საფულის შეძენა, ძვირფასეულობის ლომბარდში ჩადება, მაგრამ არ ვარგა ვალის გასტუმრება. 10 მაისს კარგია საათის შეძენა, არ ვარგა სარკის შეძენა და სხვის საფულეში ჩაიხედავთ 10 მაისს, იმიტომ რომ თქვენი საფულიდან წავა მერე ძირითადი თანხები. რაც შეეხება ანგელოზის დროს, იცით ეს ის პერიოდია, რომელშიც თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ კონტაქტში თქვენს მფარველ ანგელოზთან, ილოცოთ კიდეც ამ პერიოდში და თხოვოთ რა გინდათ რომ მოხდეს თქვენ ცხოვრებაში. თუ თხოვნა ადეკვატურია იმისა, რასაც იმსახურებთ, თქვენ ამას მიიღებთ. თუ არ არის, მაშინ ვერ მიიღებთ. ამიტომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ ამაზე ჩვენ გქონდა ამ ადრეს საუბარი, რაოდენ სწორად მიდის ადამიანი თავისი კოსმიური მისიის მიხედვით. მაშინ ესე თხოვნები იქნება ადეკვატური. მაგრამ თუ არ ასრულებთ თქვენს კოსმიურ მისიას, არ ღვევთ მას, მაშინ ესე თხოვნა არაფერს არ მოგიტანთ. მაგრამ მაინც აღმოჩნდეთ რომელი პერიოდებია ეს. პირველ რიგში, ხვალ 4-ში. ანგელოზის საათი იწყება, დილის საათები იწყება უკვე, ზაფხულისკენ უფრო მეტად დილის საათებშია. ტრადიციულად ხვალ 4-ში 4 მაისს დილის 10 საათზე 12 წუთზე იწყებს ამქონებას, დილის 10 საათზე 47 წუთზე დაასრულებს ეს პერიოდი. კონტაქტი მფარველ ანგელოზთან, ყველს კარგი. 5 რიცხვი მაისი, ეს არის სხვა პერიოდებში არანაირი კონტაქტი არ აქვს მფარველ ანგელოზთან, მაგრამ ყველაზე ადვილია ის რომ გააგებინოთ თქვენ რა გინდათ და მიაწვინოთ თქვენი ხმა, ეს პერიოდები, რომელსაც ჩვენ აღნიშნავთ. 5 რიცხვი მაისისა სამშაბათი. ანგელოზის დრო იწყება დილის 6 საათზე 18 წუთზე და გასტანს დილის 7 საათამდე. 6 მაისს 4 შაბათს დილის 8 საათიდან 13 წუთიდან დილის 8 საათამდე 57 წუთამდე. 7 მაისს 5 შაბათს დღის 11 საათიდან 4 წუთიდან დღის 11 საათამდე 51 წუთამდე. გვაქვს ანგელოზის დრო. 8 მაისს პარასკევს დილის 7 საათზე იწყება 53 წუთზე, დილის 8 საათზე 29 წუთზე სრულდება. 9 მაისს შაბათს დილის 9 საათზე 16 წუთზე იწყება და დილის 9 საათზე 53 წუთზე სრულდება. და 10 მაისს შემდეგ კვირა დღეს დღის 12 საათზე 9 წუთზე იწყებს ამოქმედებას და დღის 12 საათზე 47 წუთზე დასრულდება ეს დრო. აი ამ პერიოდში ამ მონაკვეთებში გადაწყვიტეთ და ეცადეთ რომ ასე ვთქვათ, ილოცოთ კიდეც და მფარველ ანგელოზთან შეხვიდეთ კონტაქტში, რათა გააგებინოთ ის თუ რა გინდათ რომ მოხდეს თქვენ ცხოვრებაში.
ეხლა უკვე რაც შეეხება კიდევ ერთ მნიშვნელოვან მოვლენას, რადგან მზე გადავიდა, მოგეხსენებათ, გადასულია უბრალოდ კურო ზოდიაკოში და 20 რიცხვამდე გასტანს მაისის ამ ზოდიაკოში, რა ზოგადი ტენდენციებია მსოვნელი და რა იქნება გადასაწყობი და გასათვალისწინებელი ამასთან დაკავშირებით. მოდი აღვნიშნოთ, რომ წარმატებისთვის საჭიროა ყურადღების არმოდუნება ყველაფერში და კარგად ასე ვთქვათ, ინტუიცია კარგად ჩართეთ. საით, ასე ვთქვათ, უბერავს ნიავი, რო იტყვიან, აი მიიღევით იმას, მიაქციეთ ამას ყურადღება, ზამნიშოვანია და ეცადეთ იყოთ იმ დროს და იმ ადგილზე, რომელიც თქვენი წარმატების მომტანი იქნება. თუ იმოქმედოთ პრინციპით 100-ჯერ გაზომე ერთხელ გაჭერი, იქნებით თხილი წინდახედული გადაწყვეტილების მიღებისას, ესეც წარმატების ერთ-ერთი ფაქტორია და ამასთან ერთად, სხვა შორის ფანტაზია რეალობასთან აი ამ პერიოდში შედის ყველაზე მეტად ჰარმონიაში. ამიტომ რაც გექნებათ ფანტაზიები, აი მათი რეალიზაციის შესაძლებლობა იქნება ძალიან კარგი, იმიტომ რომ თქვენ ახლა გაქვთ ყველაზე თანაბარი ორგანიზმში და გონებაში ფანტაზიის და ასე ვთქვათ პრაგმატული მოქმედების ერთმანეთთან ჰარმონიული შეხამების უნარი, რაც ძალიან კარგია და წარმატების მომტანია. ამასთან ერთად აუშვათ ისიც რომ ეს პერიოდი რომისობისას შეიძლება უკვე უნდა გაითვალისწინოთ აუცილებლად ზოგიერთი მათყუარ ადამიანი გამოჩნდეს. ყოველ შემთხვევაში საერთო ჯამში მათ ბევრი არაფერი არ გამოვათ, იმიტომ რომ მათი მოქმედებები თქვენ საწინააღმდეგო მათ შორის მაინც გამოაშკარავდება, მაგრამ მაინც ვიყოთ ყურადღებით, რომ ზოგიერთმა მათთაგანმა თავისი ტყუილებით და მამოძაღლობებით და ინტრიგებით და ჭორებით პრობლემები არ შეგიქმნათ. ხელმძღვანელებს რაც შეეხება, ხელმძღვანელები ძალიან კარგად არიან ახლა განწყობილები და ამიტომ კოლეგებთან ურთიერთობაც ხელმძღვანელობთან შეიძლება იყოს ძალიან ჰარმონიული. რას თვალიანობაში კარგი იქნება იმისთვის, რომ უფრო მეტად ასე ვთქვათ, გავითარდეთ და წახვიდეთ წინ. უფრო მეტი ძველ მაგალითად კონკურენტებთან ან ძველ მოწინააღმდეგებთან შეიძლება აქ იპოვოთ კომპრომისები გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში. ეხლა ფინანსური კუთხით მოდი აღვნიშნოთ, ვერ ვიტყვი რომ ძალიან დიდი ფულის შოვნის პერიოდი, ამასაც ვერ ვიტყვი რომ ცუდია ამ პერიოდი ამ კუთხით არა, მაგრამ მოდი აღვნიშნოთ შედარებით მაინც უფრო ადვილად მოგვარდება ფინანსური პრობლემები ამ პერიოდში, კუროს ზონაში 20 რიცხვამდე, ვიდრე იქამდე იყო და უფრო მეტიც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება სამსახურის საინტერესო სამსახურის პოვნა შეიძლება, ახალი შეიძლება ფინანსური წყაროებიც აღმოაჩინოთ. ამ კუთხით ეს პერიოდი ნამდვილად ცუდი არ არის. საოჯახო ურთიერთობების პერიოდი ძალიან კარგია, თუმცა ზოგიერთ ნათესავთან შეიძლება ცოტა დაიძაბოს დრო და დრო ურთიერთობები, განსაკუთრებით ამ კვირაში. ამ ხრივ ყურადღებით, მაგრამ რაც უფრო მეტად სიმშვიდე შეიტანთ ამ ურთიერთობებში, მით უკეთესი იქნება თქვენთვის და ჯანმრთელობის კუთხით თუ არ გავითვალისწინებთ ახლა რაღაც სეზონურ გაცივებებს, სხვა მხრივ რაღაცა ეპიდემიების, კარანტინების ტენდენციები არ გველოდება ნამდვილად. ყველაზე კარგია თქვენთვის ახლა მოდი ესე ვთქვათ, ზონა თქვენ სახლში, რომელიც უკავშირდება აღმოსავლეთ და სამხრეთ ზონებს. აი სამხრეთ-აღმოსავლეთი. აი ეს ზონა თქვენ სახლში აქ თუ მეტად იჯდებით დაუშვათ წამოწვევები და შემდგომ არის ყველაზე კარგი ენერგიის მატარებელი. ამიტომ ამ ზონაში შეიძლება ხშირად იყავით. რაც შეეხება ახლა ჯანმრთელობას, ყველაზე კარგი პერიოდი, რომელიც ხელს უწყობს იმას, რომ თანდათან მოიშოროთ სხეულში, ასე ვთქვათ, ზედმეტი ქონები, მოდი ასე ვთქვათ, ხო, ზედმეტი წონა. აი, ყველაზე კარგია უკვე ვარჯიშები, მათ შორის მუსკულატურის განვითარებისთვის, პრესის დასაყენებლად და ასე შემდგომ ტრენაჟორებთან, ურთიერთობა სუფთა ჰაერთან, ბევრი იარე დაუშვათ თუ გინდათ სირბილი ზომიერად, მაგრამ ირბინეთ კი ბატონო, ეს კარგია ძალიან და მოდი აღვნიშნოთ, რომ აქ ეს პერიოდი, რომელიც უკვე ნელ-ნელა ხელს უწყობს, ასე ვთქვათ, დაცლას ამგვარყოფითი ენერგიებისგან და წონის, ასე ვთქვათ, უფრო მოწესრიგებას. აი ეს ქუჩის ტრენაჟორებზეც შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ყველაფერი, მაგრამ კვებას მიაქციოთ ყურადღება. ხა თუ ხორცის დიდი მოყვარული ხარ, მაშინ აქ ღორის ხორცი არა, უფრო მეტად კარგი იქნება სწორედ პირველ რიგში დეკეულის ხორცი. და ასევე აღვნიშნოთ ზღვის პროდუქტები, კარგი იქნება. სხვა ფაფები, იოგურტები, ყველი, აი ეს, რას უყურე ხა ხილი ბოსტნეული, ძალიან კარგია.
თავისთავად. Ჩაი ძალიან კარგი იქნება, მოდი ასე ვთქვათ, მაგრამ აი რაც შეეხება ახლა სხვა სახის ფუნთუშებს, დაუშვათ იქ ფრინველის ხორცს, აი ესეც ნაკლებად არ იქნება მაინც სასურველი და თეთრი პურიც ცოტა ნაკლებად. ანუ ეს ცოტა შევამციროთ, ეს ზედმეტი, ამიტომ პირიქით აქ ხელს შეუშლის, ასე ვთქვათ, თქვენი ასე ვთქვათ, წონის მოწესრიგებას. აი ეს ტენდენციები გავითვალისწინოთ, სხვა შორის ვისაც აქ დაუშვათ განზრახული ჩინეთში წასვლა იქნება ძალიან კარგი. ჩინეთი ახლა ყველაზე ეფექტური ქვეყანა, საიდანაც არნახული შთაბეჭდილებებით ჩამოხვალთ. თუმცა ეს არ გზავნოს სხვა ქვეყნებთან ურთიერთობას, უბრალოდ აქ ყველაზე მეტად. ჩვენი საერთო დრო ფაქტობრივად ამოიწურა. კიდევ ერთხელ მინდა ესე შევახსენოთ, რომ ხვალდილი 11 საათზე კიდევ ერთხელ ტელეკომპანია კავკასიის ეთერში ეს გადაცემა გამეორდება. ამის გარდა YouTube-ზე დაიდება, Facebook-ზეც იქნება და აქედანაც გაეცნობით ამ ინფორმაციას. ამის გარდა ხვალდილით შევხვდებით ტრადიციულად 15 წუთი 8:09 ტელე-იმედის ეთერში. გადავინსვლებთ 10-20 წუთზე რადიო იმედში და მერე უკვე დილის 10 საათზე დილის გადაცემაში პოსტივისა ასევე შევხვდებით ერთმანეთს პოსტივიში კიდევ ერთხელ შევხვდებით ჩვენ ხუთშაბათს დილის გადაცემაში დაახლოებით 9 საათიდან უკვე და პარასკევს ჩვენ შუადღის რუსთავი 2-ის ეთერში ვართ. ანუ ახლა ჩვენ მაგალითად გქონდა სადღაც აი 2-დან 3-ის ნახევარად აი ამ პერიოდში იწყება ეს ვთქვათ ჩემი კონტაქტი ასე თქვენთან საინტერესო ასტროლოგიურ თემებზე და რადიო ფორტუნას უკვე ყოველდილით დაახლოებით 15 წუთი 8:00 9-ს 10-11-ს გასვით ინფორმაციას იმ კვირის და იმ დღის ასტროპროგნოზის შესახებ და ვიცით რომ გაზეთი ასეულდასეულ ჟურნალი თბილისელები ასე ყოველ ორშაბათს გასვიან ინფორმაციას ჩემს მოწოდებულს იმ კვირის და დღეების ცალკეული პროგნოზის კუთხით. ამ ხრივ ხართ გაფრთხილებული, შეიარაღებული და იმედია წარმატებულიც. აი ინფორმაციით საუკეთესო სურვილებით მეგისურვებთ ბედნიერ მშვიდობიან კვირას, გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.